დღე მე-40. ღვთის სიტყვის ადამიანები. ისინი, ვინც გაივლიან გასაჭირის დროს და მზად იქნებიან იესოსთან შესახვედრად, ნამდვილად ღმერთის სიტყვაში განმტკიცებული ადამიანები არიან. ბიბლია საკვანძო როლს შეასრულებს მათთვის ღმერთის ნების გაცხადებაში. ის გააძლიერებს მათ უკანასკნელ კონფლიქტში ბრძოლისთვის. ისინი გაითავისებენ ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთისპირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. მათეს მეოთხე თავის მეოთხე მუხლი. ღვთისერი არ შეუშინდება იმას, რაც სატანამ შეიძლება დამართოს მას. როგორც აქამდე შევისწავლეთ, შიში რწმენის საპირისპიროა. ის აძლევს სატანას უფლებას, რომ ჩაერიოს ჩვენი ცხოვრების იმ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად გვაშინებს. შიშის ნაცვლად ჩვენ სრულად უნდა მივენდოთ ღვთის სიტყვას. გახსოვდეთ, ჩვენ უნდა გვწამდეს არა ის, რომ ღმერთს შეუძლია ჩვენი დახსნა, არამედ ის, რომ ის ამას გააკეთებს. ბოლო ჟამის ღვთის ადამიანებს ექნებათ მტკიცე დარწმუნებულობა. იოანე მას გულდაჯერებას უწოდებს. და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ. პირველი იოანეს მეხუთე თავის მე-14-მე-15 მუხლები. იმისათვის, რომ ასეთი მტკიცე რწმენა გვქონდეს, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ღმერთის სიტყვას და მასზე უნდა ვფიქრობდეთ დღისით თუ ღამით. იხილეთ იესო ნავესზე პირველი თავი მერვე მუხლი. მაშინ ჩვენი ცხოვრება წარმატებული და გამარჯვებული იქნება. ჩვენ ვიქნებით წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს. პირველი ფსალმუნის მესამე მუხლი. ღმერთის სიტყვამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს გამარჯვებებში, ცდუნებასა და ცოდვებზე. იგი განმარტავს თუ რა არის ცოდვა. ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით, ვინაიდან ვერც გულის თქმა შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა არ ისურვო. რომაელთა მე-7 თავის მე-7 მუხლი. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. ბიბლიური დაპირებების მიმართ რწმენით ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას. პავლე ღმერთის სიტყვას სულის მახვილს უწოდებს. ეფესელთა მე-6 თავის მე-17 მუხლი. ბერძნული სიტყვა რემა, რომელიც ამ მუხლში ნათარგმნია როგორც სიტყვა, წარმოთქმულ სიტყვას აღნიშნავს. ამრიგად რწმენით წარმოთქმული ღვთის სიტყვა მოიტანს ისეთ ცვლილებებს ჩვენ ცხოვრებაში, რომლებიც აუცილებელია, რომ ხასიათითა და მსახურებით ქრისტეს მივესადაგოთ. იესო ამას შემდეგი სიტყვებით გადმოსცემდა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. მარკოზის მე-11 თავის 23 მუხლი. მიაქციეთ ყურადღება, იესო აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც როგორც გვწამს უნდა მოხდეს. როდესაც საუბრობთ ღმერთის ნებაზე, რომელიც მის სიტყვაშია გაცხადებული და თავადაც გვწამს იმის, რასაც ვამბობთ, ეს აუცილებლად მოხდება ჩვენს ცხოვრებაში. ღვთის ნების რწმენით წარმოთქმა ძალიან ძლიერი იარაღია. ელენ უაითიც წერდა ღმერთის სიტყვის ძალის შესახებ. ღმერთის სიტყვა შეიცავს მაცოცხლებელ ენერგიას, რომელმაც არსებობისკენ მოუხმო სამყაროებს. ეს სიტყვა გვაძლევს ძალას. იგი წარმოშობს სიცოცხლეს. ყოველი ბრძანება დაპირებასთან არის დაკავშირებული და როდესაც მას ნებაყოფლობით მიიღებ, იგი სულს სწვდება და მარადიული ღმერთის სიცოცხლე მოაქვს. იგი გარდაქმნის და განაახლებს ადამიანს ღვთის ხატად. სიცოცხლე, რომელსაც ეს სიტყვა წარმოშობს, მის მიერვე ნარჩუნდება. ღვთისპირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით იცოცხლებს ადამიანი. მათეს მე-4 თავის მე-4 მუხლი. აღზრდა, გვერდი 126. ჩვენ არ გვაკლია ძალა, რომელიც ქრისტეს მსგავსად გარდაგვქმნის. ღმერთის დაპირებების მიმართ რწმენის დამსახურებით სულიწმინდის ძალა მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც ვისწავლით ამ უპირატესობების გამოყენებას ჩვენს ბრძოლებში, მაშინ შეგვეძლება, რომ გავანადგუროთ ყველა წინაღობა, რომელსაც სატანა გვიქმნის ჩვენს ცხოვრებისეულ გზაზე, როგორც სულიერ, ისე ემოციურ და ფიზიკურ სფეროებში. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად. იმით ვამხობთ ძრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის ცოდნის წინააღმდეგ და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
მეორე კორინთელთა მე-10 თავის მე-4 და მე-5 მუხლები. გახსოვდეთ, რომ უშუალოდ ქრისტეს მოსვლის წინ სატანა ძალიან ეფექტურად შეაცდენს მრავალ ადამიანს და ეცდება, რომ დააშოროს ისინი ღმერთს. ეს კი იესოს მოსვლისას მათ დაღუპვას გამოიწვევს. ცდუნებები იმდენად ძლიერი იქნება, რომ თუ კი შესაძლებელია, ის რჩეულთად შეაცდენს. იხილეთ მათეს 24 თავის 24 მუხლი. ღვთის სიტყვის გაგება და მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო ჟამის მახეებისაგან თავის ასარიდებლად. პირადი მსჯელობა და განხილვა. რატომ არის ბიბლია, ღვთის სიტყვა, ასეთი მნიშვნელოვანი ქრისტიანთათვის? რას უწოდებს პავლე ღვთის სიტყვას? როგორ აღწერს ელენ უაიტი ღვთის სიტყვას? როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვა, რომ არ ავყვეთ სატანის ცდუნებებს ამ უკანასკნელ დღეებში? რა როლს ასრულებს ღვთის სიტყვა თქვენს ცხოვრებაში? ლოცვითი დავალება. მიმართეთ თქვენს ლოცვით მეწყვილეს და ერთად განიხილეთ დღის თემა. ერთად ილოცეთ, რომ ღმერთმა მოგნათლოთ სულიწმინდით, რომ ღმერთმა აგაღორძინოთ თქვენ და თავისი ეკლესია, რომ ღმერთმა გიბიძგოთ უფრო ხშირად იკვლიოთ ღვთის სიტყვა და ილოცეთ ადამიანებისთვის თქვენი სამლოცველო სიიდან.